სალამი მეგობრებო, დღეს მინდა რომ ვილაპარაკო ტანჯვაზე, რატომ იტანჯება ადამიანი, იმიტომ რომ ჩემი დაკვირვებით აბსოლუტურად ყველა ადამიანი ცხოვრების განმავლობაში რაღაც ეტაპზე მაინც გადის ტანჯვას და გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილებები და ის პასუხები, რასაც მე მივაგენი ამ კითხვაზე, ჩემი ფიქრის ჭვრეტის და ამ გამოცდილებების გზაზე. აბსოლუტურად ყველა ადამიანი რაღაც კონკრეტულ სფეროებში დადის ხოლმე ერთი და იგივე წრეზე და ამ წრიდან ვერ გამოდის. ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ რაღაც კონკრეტული პროგრამაა ჩაწერილი ადამიანში და გარეთ რაღაცის შეცვლა ვერ ცვლის სიტუაციას. იმიტომ რომ თუ შინაგანად არ შეიცვლება ადამიანი, გარეთ რაც ხდება, ანუ გარეთ იგივე რაღაცას მიიზიდავს რა. როგორ სხვანაირადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ეს ყველაფერი დასაწყისში. ამიტომ ცვლილება საჭიროა რომ მოხდეს შიგნიდან. თანამედროვე ფსიქოლოგები, კოუჩები, რაღაც სხვადასხვა ადამიანები, აი სულიერებაში ყოფი ადამიანებიც ამბობენ, რომ ადამიანის მიზანი არის ბედნიერება. მეც ამ აზრს აი აბსოლუტურად ყველა ამას რო იზიარებს, რაღაცნაირად თითქოს ავტომატურად მოდის შენთან და მეც ამას ვფიქრობდი ძალიან ბევრი წელი, რომ ჩემი ადამიანის მიზანი არის, რომ ბედნიერი იყოს და ერთხელ მივხვდი, რომ ერთხელ ერთ-ერთი დიდი კრიზისის მერე მივხვდი, რომ ეს არის ტყუილი. ადამიანი არ იბადება იმიტომ, რომ იყოს ბედნიერი. და ამ აზრის ჩადება ადამიანში, რომ ის იმიტომ დაიბადა და გაჩნდა ადამიანი ამ ქვეყნად, რომ ის იყოს ბედნიერი, ადამიანს აჯაჭვავს ბედნიერებაზე და აი თითქოს ბედნიერებაზეა ჩამოკიდებული და მუდმივად ამ ბედნიერების ძიებაშია, რის გამოც ძალიან ხშირად გაურბის ხოლმე საკუთარ თავს და გაურბის ხოლმე ნებისმიერ მტკივნეულ განცდას, რაც მასში ჩნდება, რაც საბოლოოდ ქმნის იმას, რომ ადამიანი კატასტროფულად არის დაშორებული საკუთარ განცდებთან, საერთოდ საკუთარ თავთან და მოკლედ რა მუდმივად გაქცეულ მდგომარეობაშია. და მე რო ვფიქრობდი და რასაც მივხვდი ახლა ჩემ გამოცდილებითაც, ადამიანი არ იბადება იმიტომ, რომ ბედნიერი იყოს. არც იმიტომ არ იბადება, რომ იტანჯოს. ადამიანის დაბადების აზრი, რაც შეიძლება ესე ვთქვათ, არის, რომ ადამიანი უნდა განვითარდეს. და სულიერად უნდა განვითარდეს და იმისთვის, რომ განვითარდეს ადამიანმა უნდა გაიაროს აი სხვა გამოცდები, კრიზისები, განსაცდელი. და განსაცდელს აი ამ სიტყვას დავაკვირდი ერთხელ, რომ არასდროს არ მქონდა ნაფიქრი და ერთხელ უცებ ქართული ენა ძალიან მაგარია, აი რომ დავუკვირდეთ სხვა სიტყვებშიც, განსაცდელი, აი სიტყვას რო დავუკვირდეთ, განსაცდელი, ანუ რაც შენ უნდა განიცადო, ანუ განსაცდელი გაქვს ეგ და არა ის, რომ რაღაც განსაცდელი მოვიდა, კრიზისი მოვიდა და აი ოღონდაც არ გეტკინოს და გარბი ხარ და რაღაც ილუზიაში შედიხარ. არა, ეს არის განსაცდელი, ამას შენში უნდა გაიაროს. და ადამიანი იბადება იმიტომ, რომ აი ეს გამოცდები გაიაროს და სულიერად გაიზარდოს და როცა ადამიანი ჩამოკიდებულია ბედნიერებაზე და მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ მე სულ კარგად უნდა ვიყო და ბედნიერად ვიყო, ხშირად აი ამ განსაცდელის და კრიზისის დროს რეალობას თვალს არ უსწორებს გარბის და გაქცევის გზა ეხა ათასგვარია, იქნება ეს ნარკოტიკი, ალკოჰოლი, ურთიერთობები და ასე შემდეგ. ძალიან მკაფიოდ დავინახე ერთხელ, აი შინაგანად აღქმაში მოვიდა, რომ აი რაღაც კომპიუტერული თამაშივით არის ცხოვრება, რომ რაღაცას გაივლი ეტაპს, გადადიხარ შემდეგ ლეველზე. იმასაც გაივლი, რომელიც ცოტა რთულია უფრო. შემდეგ ლეველზე გადადიხარ. ზუსტად ესე არის ცხოვრებაც. მოდის რაღაც, ამას გადადიხარ შემდეგ ეტაპზე, მაგრამ შენ ვითარდები სულიერად. და კრიზისის მნიშვნელობა, აი ხო ამბობენ, რომ კრიზისები ზრდის ადამიანს. კრიზისები ზრდის ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი აცნობიერებს იმას, რაც ამ კრიზისის დროს უნდა გაეცნობიერებინა. თუ არ აცნობიერებს, იგივე წრეზე ტრიალებს.
და მოკლედ აი ეს ბედნიერებას ჩამოკიდებას ხშირად ადამიანი შეყავს ხოლმე ილუზიაში რა. პირველ რიგში ეგ უნდა გააცნობიეროს ადამიანმა, რომ არც ბედნიერებისთვის და არც ტანჯვისთვის ის არ არის დაბადებული. ტანჯვა არის აბსოლუტურად ყველა ადამიანის ცხოვრებაში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სხვადასხვა დოზით, სხვადასხვა სახით და სხვადასხვა წრეებით, რაზეც ტრიალებს ადამიანი. ვიღაცასთან აი ნამდვილად უფრო რთულია, ვიღაცასთან ნაკლებად რა. მაგრამ აზრი არის ის, რომ შენ განვითარდე, სულიერად გაიზარდო და შენ გახვიდე ტანჯვიდან. აი საბოლოოდ შენში ეს ტანჯვა, აი ეს ტანჯვის წრე, რაზეც დადიხარ, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. და ამისი დასრულება შესაძლებელია. აი კიდევ ერთხელ მივხვდი ერთ რაღაცას, სიამოვნება და ტანჯვა დადიან ერთმანეთის პროპორციულად რა. დიდ სიამოვნებას მოყვება დიდი ტკივილი და როცა შენ ძლიერად მიისწრაფი სიამოვნებისკენ, იღებ რაღაც ძლიერ სიამოვნებას, მას მოყვება იქვე დიდი ტკივილი. მაგრამ ხარაშია საქმე, რომ დავაკვირდეთ ადამიანების უმრავლესობას ასევე, ძალიან ბევრი ადამიანი მიისწრაფის ძაფრი ემოციებისკენ. მიისწრაფის აი ეს რაღაც დოფამინის მოთხოვნილება დიდია. შესაბამისად, აი როცა ამ დიდ სიამოვნებებს დასდევ ადამიანი, ამ დიდ სიამოვნებას მერე მოყვება ხოლმე დიდი ტკივილიც. მაგრამ აი არსებობს ადამიანში წერტილი, სულიერ სიმშვიდეს დავარქმევ ამ წერტილს. აქ სიმშვიდის მოპოვება, როდესაც ხდება, შენ უბრალოდ სურვილი აღარ გაქვს, რომ რაღაცა ისეთი სიმძაფრით განიცადო ან რაღაც დიდ სიამოვნებას გაეკიდო. ის სიმშვიდე, რომელიც ხდება მოპოვებული, რომელსაც მოიპოვება ადამიანი ძალიან დიდი ტანჯვის გავლის შემდეგ, ხო? აი რაღაცებს აღარ დასდევ რა. ერთხელ ერთმა ადამიანმა თქვა ესეთი რაღაცა, ძალიან იტანჯებოდა ხოლმე, მე რო არ განვიცადო მძაფრი ემოციებიო, მაშინ ცხოვრებას რა აზრი აქვსო? და მან ძალიან კარგად გამიცხადდა, რომ სინამდვილეში იმ ტანჯვას გარკვეულწილად ჩვენვე წარმოვქმნით ჩვენი ამ რაღაც სიმძაფრის მოთხოვნილებებით და იმით, რომ თავს თითქოს ცოცხლად მხოლოდ ამ სიმძაფრეში ვგრძნობთ. ხშირად რაღაც დროის მერე მოდის ხოლმე ჩვენში გაცნობიერება, რომ ილუზია იყო ეს ყველაფერი. აი მაგალითად ეიფორიული რაღაც აღტაცების ვნების მომენტი, რომელიც გონია სიტყვაზე სიყვარული და ძალიან მალევე უცებ ხვდები, რომ ილუზია იყო ეს ყველაფერი. არ ყვარებია საერთოდ ის ადამიანი. ხშირად ჩვენვე ქმნით ხოლმე აი ესეთი ჩვენი არაცნობიერი მისწრაფებებით იმას, რომ აი ამ სიამოვნება ტკივილის ღერძზე ვთამაშობდეთ მუდმივად ჩვენს ცხოვრებას და მერე ვიტანჯებოდეთ და მერე ვამბობდეთ, რომ რატომ ვიტანჯებით და ასე შემდეგ. ეხლა მე ვიტყვი, როგორ გადაილახა ჩემში ტანჯვა, 20 წლის წინ მოხდა ეს, რომ მეც ვიყავ ის ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი ტანჯვები გაიარა. ძალიან კარგად მახსოვს, რომ ვიყავი ისეთ წერტილში, როცა მივხვდი, რომ ამის იქით სიკვდილის მეტი არაფერი აღარ არსებობს. აი არაფერი აბსოლუტურად სიკვდილის მეტი. მაგას მოყვა შემდეგ სიკვდილის გაცნობიერება, როცა რეალურად გავაცნობიერე, რომ მე ოდესმე მოვკვდები და დავსრულდები და ძალიან მიხარია, რომ ეს გავაცნობიერე, იმიტომ რომ მე მახსოვს ხოლმე, რომ მოვკვდები და შესაბამისად ეს ძალიან კარგი რამე ამის გაცნობიერება, იმიტომ რომ როცა გახსოვს სიკვდილი, ისიც გახსოვს, რომ დრო ლიმიტირებული გაქვს და შესაბამისად ცდილობ, რომ ხარისხიანად იცხოვრო. ამ გამოცდილების მერე ჩემში ტანჯვა დასრულდა. მოვიდა რაღაც სიმშვიდე, რომელსაც რა თქმა უნდა ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით განვამტკიცებ და ვზრდი, იმიტომ რომ ეგ არ არის, რომ ერთხელ გააცნობიერე და უი ყველაფერი მოსჩა. არა, ეს სიმშვიდე, რომელსაც მოიპოვება ადამიანი, ამ სიმშვიდეს მუდმივად ჭირდება ზრდა, განმტკიცება და აი რაღაცნაირად ჯარისკაცული დისციპლინა იმისთვის, რომ
ეს სიმშვიდე გქონდეს და შეინარჩუნო. თუმცა აი ამ სიმშვიდემ ბუნებრივად მომიტანა ის, რომ აი ამ რაღაც მძაფრი სურვილების დევნა, მძაფრი რაღაცების გამოცდა, აი ამ ყველაფრის სურვილი აი აღარ გაქვს ადამიანს რა. ზუსტად იმ სტაბილურობაში, იმ საშუალო მდგომარეობაში გრძნობს თავს ადამიანი კარგად. და კიდევ აი ერთი რამე, რაც მე მახასიათებ და რაც ბევრი თქვენგანისთვის იქნება ალბათ ნაცნობი და ალბათ ყველა ადამიანისთვის, იმიტომ რომ ვინც ტანჯვას განიცდის, იმიტომ რომ აი ტანჯვა რეალურად ამ განცდასთან არის ხოლმე კავშირი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ფორმით ვლინდებოდეს სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებაში, რომ ძალიან დიდ სიცარიელის განცდას ვატარებდი. და უცებ მომენტებში ხოლმე ამ სიცარიელესთან შეჯახება იწვევდა ჩემში უდიდეს ტანჯვას. მაგრამ აი როგორი რაღაც არის, იცით, თუ თვალს არ უსწორებ, ნუ კაი რაღაც მომენტში გადააფარე რაღაც, ხო? გააგრძელე სიარული. კიდე რაღაც მოხდება, კიდე ბრუნდები სიცარიელის განცდაში, რომელიც უფრო გაზრდილია, იმიტომ რომ იმ მომენტში თვალი არ გაუსწორე, კიდე გადააფარე. მიდიხარ და ერთხელაც დაინახავ, რომ აი ამისავით დიდი არის ეს სიცარიელის განცდა და ძალიან დიდია შენი ტანჯვა. და ერთხელ ოდესმე უნდა გაჩერდე ადამიანი. აუცილებლად უნდა გაჩერდე ადამიანი და აი ამ სიცარიელეში უნდა შეცურო, იმიტომ რომ და ამ სიცარიელეს თვალი გაუსწორო, იმიტომ რომ რეალობისთვის, შენი შინაგანი რეალური მდგომარეობისთვის თვალის გასწორების გარეშე აი არ არსებობს, რომ ან რამე წრიდან გამოხვიდე, ან ტანჯვა დაასრულო, ან რეალური სიმშვიდისკენ გადადგა ადამიანმა ნაბიჯები, იმიტომ რომ ზრდა ვერ ხდება, მე ვგულისხმობ რეალურ ზრდას და რაღაც პროგრამების, საკუთარი ჩვენში პროგრამების გადაპროგრამებას და გადატვირთვას, ეს ყველაფერი არ არსებობს რეალობისთვის თვალის გასწორების გარეშე. ამიტომ გვეშინია ხოლმე ადამიანებს საკუთარი თავის, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ სადაც არ უნდა გავიქცეთ, აი სადაც არ უნდა გავიქცეთ, სულ რომ მეორე წერტილში მსოფლიოსი საკუთარი თავი ჩვენთან დაყვება, საკუთარი სიცარიელის განცდა მოგვდევს და საკუთარი ტანჯვა მოგვდევს. ამიტომ ამ დიდ ტკივილთან დაჯახება ადამიანს გიწევს და სიცარიელის განცდას რო დაუბრუნდეთ, აი მაგალითად ვიღაც იტანჯება ძალიან სიყვარულის გამო, ხო? ის რო გადაწევს აი ამ თავის სიყვარულის გამო ტანჯვას, სიცარიელე დახვდება. ვიღაც ვინც იტანჯება მაგალითად ნარკოდამოკიდებულებით და ერთი და იგივე წრეს დადის და ვერ გამოდის, აი როცა გადაწევს თავის აი ამ ტანჯვას, ხო, დახვდება ძალიან დიდი სიცარიელე. ეს სიცარიელის განცდა უნდა დაიძლიოს ადამიანში და სწორედ ამ სიცარიელის შესავსებად არის ხოლმე ის რაღაც მძაფრი ემოციების დევნაც, რაღაც თავის ცოცხლად გრძნობაც თითქოს ამ ემოციებში და ასე შემდეგ. მაგრამ მერე ამას როგორც უკვე ვთქვი, ყოველთვის აქვს საზღაური, რაც უფრო მძაფრია რაღაც მომენტი, მით უფრო მძაფრი ტანჯვა მოდის ამის პასუხად. ამიტომ ადამიანმა თუ გინდა რომ რეალურად თავი დააღწიო და გამოხვიდე ტანჯვიდან, ჯერ ამ სიცარიელეს უნდა გაუსწორო კარგად თვალი, ამ სიცარიელეში უნდა ჩაყვინთო, განიცადო, შენ თავში უნდა ჩახვიდე, საკუთარ არასრულ ფასოვნების განცდას უნდა გაუსწორო თვალი, ყველაფერი უნდა აღიარო საკუთარ თავში, რაც გაქვს და მერე იმ სიმშვიდის წერტილსაც შეეხები, რომელიც ასევე ყველა ადამიანშია და რომელიც მერე სულიერად ძალიან განგამტკიცებს და გავაძლიერებს ადამიანს, თუ რა თქმა უნდა ამ სიმშვიდის ზრდას დაიწყება ადამიანი. სიმშვიდეს გისურვებთ ყველას, ტანჯვის დასრულებას გისურვებთ ყველას, გამბედაობას გისურვებთ ყველას, რომ საკუთარ თავს და ამ სიცარიელეს თვალი გაუსწოროთ და გთხოვთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. ჩემი არხის გამოწერა არის სტიმული, რომ კიდევ გავაგრძელო ვიდეოების ჩაწერა სხვადასხვა თემაზე.